აი უბრალო ადამიანსაც რო უთხრას, აი ქუჩაში მიდის მაგალითად სიტყვაზე, აი რამდენი ჩვენ ნახეთ რომ ადამიანი მიდიოდა მაგალითად აი ქუჩაში ბავშვით რო იდგა ის ქალი რა და შეურაცხყოფა მოსამართლეები რატო არ უნდა იყოს დასჯადი ვერ გავიგე პოლიტიკური ნიშნით რო ადამიანს გინდა ისე ნიშნით ვიღაცა რო რაღაცა გითხრას ქუჩაში შენ ბიძინას რაღაცა და ისა ცხვირით მიწაუნა ახლებინო კანონით ოღონდ რა ნაცილებს რო შეხო მე რა შენ დაგსჯია ხო არა ესე იგი მომისე როგორ არის კანონი იცი ვიღაცამ რაღაცა გითხრას მოღალატე სიტყვაზე და შენ უნდა გაუტარო ამას რომ სიტყვის და გამოღა ხო უნდა ეხა მე ვიცი რაც ეკუთვნის მაგრამ რო გავაკეთო მე დამჯია ხო და ამიტომ მე კანონმა უნდა დამიცვას და სახელმწიფომ უნდა დამიცვას ნაძირლები ესე იგი აი ხა წარმოგიდგეთ ეხლა ეს TV პირველი ახსენეთ ერთი ჟურნალისტი ყავთ ახლა არც მინდა გვარსახელის დასახელება ერთი წამი და ესე იგი რაღაცა იმას საკეთებს ხოლმე რაღაცა ცვლის სახეს ხო არა მანერას კი სახეს ცვლის გამოსახულება სახის და უფრო რაღაცნაირი სახე ჯო ისედაც მახინჯი ხარ და რატო იცვლის შვილო სახეს რა თქინა შენ სახის შეცვლა რა თქინა იმ სახით წარმოგიდგექი სულიერად და ფიზიკურადაც მახინჯი ხარ რა აი წარმოგიდგეთ ეხლა ესე იგი თავიანთ ტყუილებში რომ გაიპარებიან ხოლმე რა თუ ხედავთ აი ამას აი სისტემის ჩამოშლის თქვა წინაპირობას თუ ხედავთ სისტემის ჩამოშლაზე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ იმიტომ რომ გაცილებით მეც ველოდი და ველოდები როგორც მოქალაქე გაცილებით მეტ გაბრაზებულ საჯარო მოხელეს თვითონა თქვა ესე იგი ჩალაგამოვლებული დატოვა ეს ჟურნალისტი TV პირველის რომ მეო ვერ ხედავ მას ჩამოშლილ სისტემას ამას უნდა პასუხი მიეღო რომ სისტემა მართლაც ჩამოიშალა და სისტემა კი არ ჩამოიშალა თქვენ ჩამოიშალეთ და აი რო თქვენ ამბობდით ეშმაკებად იქცენ აი ეშმაკების ისა რა ქვია კოლექციას არ მოგიდგენთ ეხლა აი ერთი ყველაზე უფრო დიდი აი ნერვები რაზე მეშლება ამ ხელისუფლებაზე ისი განცხადება თუ არ დაწერა ამ ნაციონალმა ისე რო არ უშვებეს სამსახურიდან და განსაკუთრებით ამ ტელევიზიებში თეატრებში რო ყავთ დასაქმებული ეს ხალხი და ეს დუტას ხირწლაც იგაც ეს მასხარა ქვეყნის ჯერ ეგერთი სააკაშვილს აправებდა სისხლი რო იღვრებოდა იმ მაშინაც კბილების იცავდა სააკაშვილი ჯერ მე წინააღმდეგი ვიყავი კატეგორიულად ეგრო იმედში დააბრუნეს აი რითვერ უნდა ისწავლოთ ხალხო ჭკუა რომ აი როგორც ყოფილი უშიშროების თანამშრომელი არ არსებობს ისი არ არსებობს ყოფილი ნაცი რო ხარ მუდმივად და ეხლა წარმოგიდგენიათ აი ეს ვაჟბატონი რომელიც დარჩა სამსახურის გარეშე იმედიდან წამოვიდა მაგას ეგონა კალთებს დაახევდა ვიღაცა აი ლელა ჭირჭუმიას ბექებში მუშაობს რაღაცა აი ქალები რო გამოდიან ტიტლიკანა ქალები და ერთ ადგილს რო აქნევენ ეხლა ეს ქალი არ არის მაგრამ აი სწორედ ლელა ჭირჭუმიას ბექებში არის რომ ადამიანებს გაართოს აი ეს არის ისა ბატონო დუტა აი ეს არის თქვენი ადგილი აი ეს არის ამათი სახე. იმ დღეს კიდე კაცო იყო ლილიკო ნემსაძის საღამო იყო ფილარმონიაში, ხო და არ მინდა ეხლა სიმართლე რო გითხრა რა, გვარსახელის დასახელება ისაც კარგად ვხვდებით ვიზე მაქვს საუბარი და წარმოგიდგენი ხა ეს ქალბატონი ლილიკო ნემსაძე არის ხელისუფლების მხარდამჭერია ყოველ შემთხვევაში ეს ქალი არ გამოხატავს პრეტენზიას ხელისუფლების. ეხლა და ხარც უჭერს რა მე როგორ მისი საიუბილეო საღამო ჩატარდა. და გამოდის ერთ-ერთი მომღერალი შეასრულა სიმღერა და იძახის რომ მე ეხლა ამ სცენას ისე ვერ დავტოვებ თუ არ თქვი ერთი რამ და აი ამ
თავისუფლება პოლიტპატიმრებს რაღაცა იქით. ბიჭო, განცხადება. ბიჭო, შენი საღამო ხო არ არის? აწყობს ამ საღამოს მომღერალი, რომელიც უჭერს ხელისუფლებას ხარს. თან ეს კულტურის სამინისტროს დაფინე. წადი შვილო და შენ ტუალეტში და შენ სიმაში მიტინგზე დაუჭირებ ხარი იმ პოლიტპატიმრებს. აი რო უსინდისო და მაგრამ ერთი რამე არის, ბიჭო, ეს Facebook-ი არის ყველაფრის იდენტიფიკატორი, ანუ ადამიანი თუ გინდა გაიგო რას ფიქრობს, როგორ შეხვალ Facebook-ზე ყველაფერს მიხვდები. თქვენ ამ კულტურის სამინისტროში ვერ ხვდებით, ვინ უნდა მოიწვიოთ ამ კონცერტებზე. აღარ დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ეს ნაძჯალათები აღარ უნდა იყვნენ. ჩემთვის ნაძჯალათია ის ქალბატონი, შეიძლება სუსტი, უწყინარი სიმღერის მეტი, მაგრამ თუ ის ადამიანი უჭერს ხარს ნაცებს, ის არის ჩემთვის ნაძჯალათი.